ეს პარტიები არ იყვნენ ეკა, თქვენ რო გარწმუნებდნენ ან ჩვენ რო გარწმუნებდნენ, რომ რაღაც ცესკოში განცხადებებს დავწერთო და პირველი სხდომა არ შეიკრიბებაო და უფლებამოსილებას ვერ შეიძენსო პარლამენტიო? შეიძინა ფორმალურად ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა უფლებამოსილება? ხო შედგა პირველი სხდომა. ამის შედეგი რა იყო? აი მაინტერესებს ამ სამართლებრივი შედეგი რა იყო? რომ მანდატები ჩაიხსნეს, ხო? ზუსტად ესეთ პროცესს ვადევნებთ თვალს, ეხლა წინასწარ რაღაცებით დაკავშირებით ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. ეს იქნება ჩემი მხრიდან ან სიბრიყვე, ან შეგნებული მავნებლობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეხლა გაგცეთ პასუხი. იმდენი კითხვა არსებობს მათ შორის ამ პარტიებთან დაკავშირებით, გალბატონო ეკა, რომელსაც არ ვსვამ შეგნებულა და ამიტომ პატივცემთ მათ შორის იმ მშობლებს, რომლებიც იქით განან მართლა წვიმაში ქარში და თავიანთი შვილების გათავისუფლების. რა კითხვები გაქვთ? დასვით ეს კითხვები. იბრძვიან. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და ადამიანები ეხლა ამ ორ საკითხის მიღმა რომ ზოგი თვითმმართველობის არჩევნებს ტენის, ზოგი საგამოძიებო კომისიას ტენის, ვიღაცა მიხელ სააკაშვილის საკითხს ტენის, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ორ საკითხზე კონცენტრირდეთ რა ჯერ ადამიანებო, ახალგაზრდა ადამიანები, მსახიობები, სტუდენტები, ლექტორები არიან გამოსახსნელები. მე ვისაუბროთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხო? რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი წითელი ხაზები შეიძლება გქონდეს. ამიტომ მოდი ამ ორ საკითხზე ვკონცენტრირდეთ ჯერ. მოდი ამას მივაღწიოთ